ამასობაში 9 მარტია და ჩელიაბინსკში უჩვეულო თბილი ამინდია. ჩელიაბინსკს რო არ დაესიზმრება ისეთი ამინდი გვაქვს რა. ამ ვიდეოში მოვყვები რა არის ახალი რა. ბოლო დღეების განმავლობაში. სანამ ყურებას გააგრძელებთ, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი გვერდი, გირჩევთ გამოიწეროთ ჩემი ტელეგრამ არხი. იქ ძალიან ბევრ ვიდეოებს ვსდებ. იულია გადაზიარება. მადლობა მინდა გითხრათ YouTube-ი, ვინც გამოიწერეთ ჩემი 1000 გამომწერს ავწდი, მაგრამ მონეტიზაცია მაინც არ ჩამოვთ. რაღაც გაფრთხილება მქონია და სანამ 90 დღე არ გავა, მოკლედ არ მირთავი. მაგრამ მაინც მადლობა ყველას. ხო და რა თქმა უნდა, გააკეთეთ დონაციები არხის მხარდამჭერებმა, ისვისაც წინასწარ აგრეთვე მადლობა. ხო, გუშინ ეხლა აღარ დამიდია ვიდეო, 8 მარტი იყო შაბათი დღე. მეც დავისვენე, თქვენც დაგასვენეთ. თან რაღაც საბორიალო მქონდა, მუხიანში დავიკარგე. ხო, მუხიანის ეკონომიკაზე შემიძლიათ გითხრათ, რომ ნამდვილად დუხს მეგობრებო. რა ვიცი, პრობკები იქით-აქეთ, ადრე მუხიანიდან რომ გადმოიხედავდი, შემაღლებულზეა მუხიანი, ჩანდა გლდანი, ავჭალა, თემკა, არაფერი აღარ ჩანს, ყველგან კორპუსებია, ძლივს გამოუაღწიე და მაგრა გამეხარდა რომ გამოუაღწიე. ხო, საქართველოში ხა კიდე რა ხდება ახალი რაღაცების ბოდავენ რა ეს აკაცუკოები. ხო, რამოდენიმე აკაცუკოსთან მქონდა ეს დღეებია კიდე საუბარი და დიაგნოზი უცვლელია მეგობრებო, არა. განკურნებას ეს ხალხი არ ექვემდებარება სამწუხაროდ. ხო, ეხლა რაღაცა ბოდო აქვს შემოგდებული რომ ისო ყობახიძემო თემურლენგის საფლავზეო თუ რაღაცაზე ყვავილები მიიტანაო და რაღაც ფოტოები ვცელდება, რაღაც ვიდეო მე ვერ ვნახე მაგის სამსახველიდან. რავი, თუ რამე იცით ყობახიძის და თემურლენგის მეგობრობის შესახებ, დაწერეთ აბა კომენტარებში. იქნება გავერკვეთ ამ საკითხში. ატო დაძმაკაცდნენ ყობახიძე და თემურლენგი. რაშია საქმე? რას გვიშვება ეს პრორუსული მთავრობა? ხო, სამყაროში რა იყო ახალი? ტრამპიც არ გამოჩენილა გუშინ. მაგ თვალსაზრისითაც შვიდათ იყო სამყარო. დღეს ილონ მასკი გამოვარდა იქ რაღაცები დაწერა უკრაინასთან დაკავშირებით. ხო, მოკლედ ეს ჩემი სტარლინკი არისო, მაგათი ხერხემალიო ეგ რო გამოვთოვავსიო, ჩამოიშლება ფრონტიო რა. ხო, მაგრამ არ მინდაო ამის გაკეთებაო, მაგრამ უკვე იმის ამ უაზრო ომის და ხოცვა-ჟლეტის ყურებაც ძალიან მომბეზდა და ნერვებს მიშლისო რა, თან ვხედავო რომ გამარჯვების შანსი უკრაინას არ აქვს. და ხო, კიდე იმას მოუწოდა ამერიკის მთავრობას 10 უკრაინელი ოლიგარქი დავასანქციროთო რა, ვინც ამ ომს აფინანსებენ. სავარაუდოდ ეს ახმეტოვი და პოროშენკო და ვიღაცების გულისხმობდა ამ ყველაფერში. ხო, თვითონ უკრაინაში და საერთოდ ომში რა ხდება, მოკლედ რუსებს აქვს დაწყებული გადამწყვეტი შეტევა კურსკის ოლქში. მთლიანად აპირებენ უკრაინელების გამოყრას იქიდან როგორც ვატყობდა, წარმატებით ახორციელებენ ამ ოპერაციას. რაღაცა სოფლები კიდე დაიკავეს, იქ რაღაც გაზის მილით რაღაც მებრძოლების რაოდენობა თვითონ სუჯაში შეაგზავნეს. უკრაინელები ძახიან უმეტესობა გავანადგურეთო, მაგრამ როგორც ჩანს რაღაცა ნაწილმა მაინც შეაღწია და იმ სუჯას სამრეწველო ზონაში არიან გამაგრებულები. მოკლედ ყველა მხრიდან უტევენ რუსები, იქ ყოფი დაჯგუფება ოპერატიულ არყაშია, მომარაგების გზები ყველა საცეცხლე კონტროლის ქვეშ არის და შეუძლებელია ამ პირობებში მაგ პლაცდარმის შენარჩუნება უკრაინელებისთვის. ანუ დამატებითი ძალები ვერ შეყავს, როტაციას ვერ ახდენ, მომარაგებას ვერ ახდენ, დაჭრილები ვერ გამოყავს და რაღაც ქაოტური სიტუაციაა და უკრაინელები მე მგონი გამოსვლას აპირებენ, უბრალოდ ცდილობენ, მაგრამ ეგეც უდანაკარგებოდ არანაირად არ გამოუვა. თვითონ ამ სუჯის გარშემო ცხიდები აფეთქებულია, ავტომობილები და რაღაც ჯავშან ტექნიკით გადაადგილება შეუძლებელია და ფეხით თუ გამოაღწევს ვინმე. ტყვეებიც არის უკვე ბევრი, 100-მდე კაც უკრაინელი ჯარისკაცი აიყვანეს გუშინ სხვადასხვა ლოკაციაზე ტყვეთ რუსებმა. ხო, და აქეთ მოკლედ ძალიან ძიმე სიტუაცია აქვს რა. ხო, დღეს საღამოს დაველოდები და ღამე შეიძლება დავდო დეტალური ვიდეო ფრონტზე მიმდინარე ამბების შესახებ იქ რუკაზე განახებთ რა და როგორ ხდება.
ხო, სხვა ისეთი საინტერესო ამ დროისთვის არაფერიც არ არის.